და მე დიდება, რომელი მომეც მე მივეცმად. ანუ ჩვენ ღმერთის დიდების მატარებლები ვართ. ამიტომ ამბობს მე პავლე მოციქული, რომ უბრალოდ მემკვიდრენი კი არა ვართ ღმერთისა, თანამემკვიდრენი ვართ ქრისტეს. და იოანე მოციქულის იმიტომ ამბობს, რომ ჩვენ ვიქნებით ისეთები, როგორიც ის არის, თუ ცხონდით. დავინახავთ, რომ ისეთები ვართ, როგორც ქრისტეა. ჩვენ მისი გონება გვაქვს, ჩვენ მისი სული გვაქვს, ჩვენ მისი მსგავსი გული გვაქვს. ყველაფრით ჩვენში თავად ქრისტე ცხოვრობს. აი ეს არის. ამიტომ ის დიდება, რომელიც მას აქვს, როგორც ძეღმერთს და რომლითაც განამდიდრა თავისივე ადამიანობა, სრულად გვაძლევს თითოეულ ჩვენგანს. სრულად იმ დონეზე სრულად, რომ იტყვის უფალი, როგორც მე დავჯექი მამის მარჯვნივ, როგორც ადამიანი. ამ შემთხვევაში მეც მინდა რომ თქვენ დაждდეთ ჩემს გვერდზე, ანუ გესმით რა დიდებაზეა საუბარი. ამიტომ მე დიდება, რომელიც მომეცმად, მივეცმად, რათა იყვნენ ერთ და კვლავ ამ დიდების რო არ მოეჩვენოს ადამიანს რაღაცა საკუთარ თავზე წარმოდგენა რო არ შეექმნას და არ იფიქროს რომ ხო რა თქმა უნდა მე დიდება მაქვს რაც ქრისტეს აბა როგორ კიდევ ერთხელ ხას უსახს უმთავრეს ნიშანს რითაც დასტურდება რომ ჩვენ ღმერთის დიდება გვაქვს კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე დიდება რომელი მომეცმე მივეცმად რათა იყვნენ ერთ ვითარცა ჩვენ ვართ კვლავ ერთობა რა თქმა უნდა სიყვარულის გარეშე არ არსებობს ურთიერთთავგანწირვის გარეშე არ არსებობს თავდაბლობის გარეშე არ არსებობს ურთიერთმორჩილების გარეშე არ არსებობს ეს არის ნიშანი რომ ჩვენ ქრისტესი ვართ